რა მოხდა სოფელ ყველთასთან, ასე თუ ისე ყველამ ვიცით. თევდორე მღვდელმა რომ თავის მხრებზე იტვირთა მთელი ერის გადარჩენა და რამოდენიმე დღე ჩვენი მტერი, ოსმალები და ყირიმელი თათრები აქეთ-იქით აწანწალა და ამით ხალხს მისცა საშუალება გახიზნულიყო. მეფეს და დიდ მოურავს კი საშუალება მიეცათ სოფელ-სოფელ ეკროლათ და კაცები მოეგროვებინათ ქართლის გადასარჩენად. ქართლში ყირიმელი თათრების და ოსმალების დაახლოებით 20,000-იანი დაჯგუფება შემოსულიყო. მსუბუქად შეჯავშნული. მინდა იცოდე როგორია მსუბუქად შეჯავშნული. რადგან ეს ლაშქრობა მძიმე აბჯრით ვერავინ ვერ იმოძრავებდა. ზოგი ქვეითი იყო, ზოგი ცხენოსანი. ეს იყო კვირაობით ლაშქრობა წარმოიდგინე. მათ ეცვათ მსუბუქი ისეთი სამოსი, რომელიც ხმლის ერთ დარტყმას ასე თუ ისე იტანდა. ჰქონდათ ხმალი, მოკლე შუბი და ყირიმელების განთქმული შვილდი. ასევე საგზალი რაღაცა დროისთვის. დანარჩენი უკვე ძარცვარბევის ამბავი იყო, თვითონ და მოეპოვებინათ. შემოიჭრნენ და დაიწყეს რბევა. თევდორეს შემდეგ ვიღაცამ ალბათ მოკლე გზა აჩვენა ცხილეთის ციხისკენ მომავალი და მალევე გამოჩნდნენ ამ ალაგებში ჩვენი მტრები. ცხილეთის ციხე თვითონ სამეფო ციხე იყო. მეფის ოჯახს ემორჩილებოდა და გარშემოც კარგად განფენილი იყო სოფლები. კარგი გამაგრებული ციხე იყო. ოსმალებმა და ყირიმელებმა სანამ ალყა მოასწრეს, გიორგიმ პარტიზანული ბრძოლები წამოიწყო. თავს ესხმოდა პატარ-პატარა ჯგუფებად და ჯგუფებს ხეობებში ღამღამობით და მოსვენებას უკარგავდა. რადგან მოულოდნელობის ეფექტი მაინც დაკარგული ჰქონდათ, რადგან საკმაო რაოდენობის ნაძარცვი, ნაალაფარი და ტყვეები აყვანილი ყავდათ ჩვენს მტრებს, გადაწყვიტეს რომ გაცლოდნენ აქაურობას, მაგრამ ძარცვარბევით. გიორგიმ ასეთი გეგმა დასახა. გაუშვათ იქამდე ჩვენი ქვეყნის სამოთხე და სილამაზე რომ არის. მტკვრის ხეობა, სადაც მთის და კლდეების მაღალ კედლებს ასკდება. იქ სადაც მტრის დიდი ლაშქარი ვერ გაიშლება და თავის ზალას და მანევრს ვერ მოახდენს და ვერ წარმოაჩენს. გაუშვეს. გულმშვიდად მიმავალი მტერი მტკვრის პირას დაბანაკდა დაახლოებით ტაშისკართან. გიორგის კი სულ 4-დან 5,000-მდე მეომარი ყავდა. მეთოფეები, მოისარნი, გლეხობა, აზნაურები, დიდებულები, სამეფო გვარდია, თავისი მხლებლები, რომლებიც ბრძოლაში იყვნენ, ასევე გაწაფულები და გამოცდილები. ბრძოლის წინაღამეს გიორგიმ მზვერავებს მტკვარზე გადასასვლელი ის ხიდი ააყრევინა, რომლის იმედიც ოსმალებს და ყირიმელებს ჰქონდათ. და დილით, როცა ჯერ კიდევ მათ ბანაკს ხეირიანად არც გაეღვიძა, თოფის გრიალმა შეაზანზარა იქაურობა, მთელი ხეობა. გიორგიმ ასეთი გეგმა შეიმუშავა. მეთოფეები წინ. თოფი მაშინ ახალი ხილი იყო ბრძოლაში და მასიურად არ იყენებდნენ. გიორგიმ კი პირიქით, საერთოდ სხვანაირად წარმართა ბრძოლის თეატრი. მეთოფეები ორ კოლონად დააყენა. პირველები რომ გაისროდნენ და სანამ გადატენიდნენ, მეორეები ისროდნენ და მტერს თავის აწევის საშუალება არ მისცეს. ასე მიუახლოვდა მტერს გიორგის პირველი ეშელონი, რომელიც იყო ბრძოლაში გამოცდილი და ნარჩევი მეომრებით. შევარდა მტრის გულში, როგორც სოლი, როგორც მგელი ცხრის ფარაში. შევარდა და ერთიანად დაუწყეს ხოცვა და რბევა. წარმოიდგინე, მსუბუქი, მობილური, გავეშებული, გამწარებული ქართველობა მტრის შუაგულში. მეორე ეშელონად კი ლუარსაბის აზნაურობა, რომელიც საბოლოოდ ხოცავდა ყველას, რომელსაც კი გიორგის დაჯგუფებამ რაღაცნაირად გვერდი აუარა. ხოლო მესამე, აი კლდეებზე და მთებზე შეფენილი ის ქართველობა, რომელიც მოისარები და მეთოფეები იყვნენ, რომლებიც საბოლოო სასიკვდილო დარტყმას აყენებდნენ ჩვენს მტერს. მტერი დაიშალა. მტკვარში შევარდა. ზოგი წყალმა წაიღო, ზოგმა გადალახა მტკვრის წინააღმდეგობაც და ახალქალაქისკენ გაიქცა. ქართველობას თითქოს უნდა ეზეიმა მაშინ, მაგრამ გიორგიმ არ დაუშვა ეს შეცდომა. არ იქა მდევარიო, ჩამოყალიბდა მდევარი. გაეკიდნენ და ვისაც მიწვდნენ ყველა დახოცეს. მტერს არ უნდა მისცეს საშუალება რომ გადაჯგუფდეს და შემოგიბრუნდეს. ჩვენ ქონია ისტორიაში ასეთი შემთხვევები, როცა
მტერს მივეცით გაქცევის შანსი და შემოგვიტრიალდა. გიორგიმ კი ეს შეცდომა არ დაუშვა. მეთოფეების კედელი, ბუნებრივი მდებარეობა და ბრწყინვალე სტრატეგიული ნიჭი ერთიანობაში მოიყვანა და იდეალური გეგმით თითქოს მუხლებზე დამდგარმა ქართლმა, რომელიც დატყვევებულ, გაძარცვულ, გაჩანაგებული იყო, დიდებული გამარჯვება იზეიმა. ეს ომი, როგორც სამხედრო გენია, ისწავლება ჩვენ სამხედრო აკადემიაში. და ვფიქრობ, სოფლიოს ყველა სამხედრო აკადემიაში უნდა ისწავლებოდეს როგორც გენიალური, რადგან აქ არის ამბავი, როგორ აჯობო 4-ჯერ და 5-ჯერ მეტ მტერს შენი ნიჭით, სტრატეგიული აზროვნებით, ლანდშაფტის ცოდნით და იმის რწმენით, რომ შენი მეომრები არიან როგორც მგლები ცხრის ფარაში. და მისცე ეს რწმენა შენს მეომრებს. თითო კაცამდე დაიყვანო აი ეს мотиваცია. დღეს ფაქტიურად ტაშისკარის ბრძოლის წლისთავია 417 წელი. გილოცავთ და კიდევ გვეზე იმოს ასეთი გამარჯვებები.